გორში თევზ მომშენებელ ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე მეთევზე ფერმერების დღის წესრიგში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მონაწილეებმა საქართველოს აკვაკულტურის პოტენციალის, არსებული ვითარებისა და სიახლეების საკითხები განიხილეს და თქვეს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ყველა საჭირო კვლევა უკვე დანერგილია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, თევზ მომშენებელ ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა მეთევზე ფერმერების დღის წესრიგში არსებულ გამოწვევებზე, ასევე განისაზღვრა სამომავლო გეგმები. აკვაკულტურის განვითარება ჩვენი ქვეყნის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ შიდა ქართლში შევხვდით მეთევზე ფერმერებს, მათ გავაცანით ის კვლევები, რომელიც დაინერგა სრულად ახლახან, ეს არის სოფლის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ეხება თევზის ვირუსების კვლევას, ბაქტერიოლოგიას, პარაზიტოლოგიას და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოთ, რათა მოხდეს ჩვენი ქართული პროდუქციის ექსპორტი და მოხდეს პროდუქციის ინტეგრაცია სხვა ბაზრებს, ასევე შიდა ბაზარს მივაწოდოთ, რაც შეიძლება სუფთა პროდუქტი. ეს არის მნიშვნელოვანი. შევხვდით ჩვენ შიდა ქართლის და განსაკუთრებით გორის მეთევზე ფერმერებს, სადაც იქნა საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გამოწვევებიც ჰქონდა დაყენებული ჩვენ მეთევზე ფერმერებს. დღეს შესაძლებლობა ეძლევათ უკვე და არის შესაძლებლობა, რომ მეთევზე ფერმერებმა ჩაუტარონ და გააკეთონ კვლევები ლაბორატორიებში სხვადასხვა დაავადებებზე და ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ შესაბამისი პასუხები. ეს გამოწვევები კიდევ და კიდევ გრძელდება და შესაძლებლობა ეძლევათ, რომ განვითარდნენ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გარე ბაზარზეც. ლაბორატორიის შესაძლებლობები დღითი დღე იზრდება, ჩამონათვალი მათი შესაძლებლობების, ანუ ანალიზების, რომელსაც ლაბორატორია უზრუნველყოფს, დღეს გაცილებით სია გაცილებით დიდია, ვიდრე ეს იყო 1 წლის წინ და 2 წლის წინ. ფერმერებს მიეწოდათ ინფორმაცია, შეთავაზებული იქნა თანამშრომლობა ფერმერებისადმი.